გილათ ეს გუშინ იყო ისტორიული დღე, ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ამდენი ხანი ველოდით, მოგესალმებით, გილოცავთ პირველ რიგში ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გქონდა თუ არა მაინც მოლოდინი, რადგან ჩვენ ბოლო პერიოდში სულ ვისმენდით, რომ არსებობს შანსები, არსებობს პოზიტიური დინამიკა, თუმცა ბოლომდე დარწმუნებით მართველი გუნდი არ საუბრობდა, რომ ეს რეკომენდაცია იქნებოდა დადებითი. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, უპირველეს ყოვლისა მინდა მიულოცო ლევან დოთიაშვილის ოჯახს დღეს იცით ვიმყოფებოდი კირიბალში, ვიყავი მისული მის ოჯახში და ვნახე როგორ ელოდნენ ისინი მის დაბრუნებას და მიხარია ძალიან რომ დღეს საღამოს რამდენიმე საათში მას შემდეგ რაც ჩვენ ოჯახში ვიმყოფებოდით ლევანი დაუბრუნდა თავის ოჯახს და რა თქმა უნდა დიდი სიხარული არის მათთვის ამავე დროს თამას გინტურის კვლელობის საკითხი რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემაზე ვცლად ვისაუბრებთ აუცილებლად და მნიშვნელოვანი არის რომ დამნაშავეები იქნენ დასჯილი. რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, რეკომენდაციას უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ყველას, ულოცავ სრულიად საქართველოს, ულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს, რომლებსაც ასევე ეკუთვნით ეს გამარჯვება. ეს გამარჯვება ბევრმა რამე მოიტანა ისტორიულადაც ჩვენი ხალხის ბრძოლამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვანაირად და რა თქმა უნდა ჩვენი ხალხის ბრძოლას, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც, ის რომ ჩვენ საერთაშორისო მისიებში ვიყავით, ის რომ ჩვენს თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და საერთო ღირებულებებისთვის ვიბრძოდით ევროპელებთან ერთად. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა მოგვიტანა გუშინდელი დღე და მინდა მე მადლობა გადაუხადო ქართულ ხალხს იმისთვის რომ ისინი ყოველთვის აი ამ ღირებულებით და აი ამ შემართებით არიან. რაც შეეხება მოლოდინებს, რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილება კიდე არ არის მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ წინგველის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ მოლოდინები გარკვეული პოზიტიური იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უარყოფითი გადაწყვეტილება იყო შარშან ივნისში და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ აუხსნელი იყო ჩვენთვის, აუხსნელი იყო ქართული ხალხისთვის და სხვათა შორის აუხსნელი იყო ბევრი ევროპელისთვისაც, ვისაც ხვდებოდით და მე სხვა დროსაც მithქვამს, რომ სხვადასხვა მიზეზი, საბაბი ახსნა მსმენია მე შარშანდელი გადაწყვეტილებისა და ზუსტადაც ის ფაქტი, რომ ეს ახსნები იყო სხვადასხვა, მიუთითებდა იმაზე, რომ არ არსებობდა ერთიანი და ერთგვაროვანი სამართლიანი ახსნა ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ საბოლოო ჯამში გუშინდელი რეკომენდაციით და მოსალოდნელი გადაწყვეტილებით დეკემბერში ვფიქრობ, რომ ჩვენ ის სამართლიანობა, რომელიც არ იყო მთლად ბოლომდე უზრუნველყოფილი, უნდა დადგეს საბოლოო ჯამში ქართულ ხალხთან და საქართველოსთან მიმართებით. და რა თქმა უნდა, გარდა ამისა, ჩვენ პრაქტიკული შრომა გავწიეთ ამისთვის. წელიწად ნახევარი საქართველოს ხელისუფლება მისი როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო შტო და მინდა განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა, რომელიც ამ საკითხში იყვნენ ჩართული, მუშაობდა იმისთვის, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც იყო დასახული, შესრულებულიყო. განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ინტენსიური გაცვლა ჰქონდა ჩვენ ევროკომისიასთან, რომ შეგვეთანხმებინა ჩვენი ნაბიჯები და ამან შედეგი გამოიღო, რა თქმა უნდა, რაც აღინიშნა გუშინაც კიდე, რომ ზუსტად აი ამ შრომის შედეგად საბოლოო ჯამში რეკომენდაცია გაიცა დადებითი. ბატონ შევ, ახლა ველოდებით ჩვენ დეკემბრის 3-ից და საინტერესოა რა დღის წესრიგით იმოქმედებს მართველი გუნდი. გაგრძელდება შეხვედრები ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობასთან, ლიდერებთან და დათქმები, 9 დათქმა, რომელიც თავიდან გაიწერა, მათი ნაწილი ძველია, ნაწილი ახალი, მაგრამ აი ეს დათქმები რაიმე გავლენას თუ ახდენს საბოლოოდ ევროპული საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. ხო, რომ გავერკვეთ ახლა რა ეტაპზე ვიმყოფებით. ჩვენ შარშან ივნისში მოგვეცა 12 რეკომენდაცია იმისთვის, რომ მიგვეღო ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი. გუშინდელი გადაწყვეტილებით და ანგარიშით ევროკომისიამ თქვა, რომ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ 12 რეკომენდაცია, ასე ვთქვათ, როგორც თემა ამ მხრივ დაიხურა, ვინაიდან მისი პროგრესი აღნიშნული იქნა და ამის საფუძველზე ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ანუ ეს ამისთვის უკვე ყველაფერი მომზადებულია. ამასთან ერთად გაიხსნა შემდეგი კარი, რომელსაც ქვია გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყება და ამასთან დაკავშირებით უკვე 9
რეკომენდაცია მოგვეცა, რომელზეც უნდა იმუშაოს ჩვენმა ქვეყანამ, რომელშიც არის ნაწილი, რომელიც 12 რეკომენდაციაში ხო გარკვეული სახელმწიფოებით არის რაღაცა დამატებული. ეს არის ახალი ეტაპი. ფაქტობრივად ეს არის ის მდგომარეობა, სადაც შარშან თქვათ უკრაინას როგორც მისცეს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ იყო რეკომენდაციები მოლაპარაკების დაწყებისთვის. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი შემდეგი ეტაპი იქნება სწორედ ამ საკითხებზე მუშაობა. მნიშვნელოვანი საკითხები არის, ჩვენ ფაქტობრივად რაც მოვისმინეთ, ყველაფერს რა თქმა უნდა ვიზიარებთ ეს ჩვენი პრიორიტეტებიც არის, მათ შორის 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა და ვფიქრობ, რომ აქ სრული თანხმედრა გვაქვს ჩვენ და ევროკავშირს, რომ მნიშვნელოვანი ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკავშირი ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას და ზუსტად ამიტომ ჩაიწერა არჩევნების პუნქტი და იქ სამართლიანად ჩატარება. ერთადერთი ქვეყანა ამ დედამიწაზე, რომელიც სხვა ქვეყანაში ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას, ეს არის რუსეთი. ყველა ვინც ამას და ამიტომ თუ კი ამას ამბობს ოპოზიცია, ეს უკვე ეწინააღმდეგება პირველივე რეკომენდაციას ამ 9 ახალი რეკომენდაციიდან ანტიევროპული დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ის ვინც ამბობს, რომ ევროკავშირი სხვა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაზე არის მომართული, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი რუსული ნარატივი არის, ისი გავრცელებაც მას. ისინი ამომრჩევლებს არწმუნებენ, რომ ქართული ოცნების პირობებში სტატუს აზრი არ აქვს. ვინაიდან ქვეყანა წინ ვერ წავა, პირიქით ეს შეიძლება სახიფათოც კი იყოს. ერთიანი მესიჯ ბოქსია. რაც შეეხება ამ საკითხს, ამომრჩევლებს, არჩევნებს, ქართულ ოცნებას, ქართულ ხალხს და ხელისუფლებას. არის ასეთი გამოთქმა, რომელიც სხვა ჩვენს ლინკოლნს ეკუთვნის, ხალხის მიერ, ხალხისთვის და ხალხისგან არის სწორედ დემოკრატია შექმნილი. იდეა არის შემდეგი, რომ ხალხი არის ხელისუფლებაში, მას აქვს ხალხის მანდატი და ის იღწვის ხალხისთვის. ეს არის გაგება დემოკრატიის. ნებისმიერი გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, ეს კვლავ არის რუსული ნარატივი, ერთადერთი ქვეყანა, ეს არის რუსეთი, ვის ამას აკეთებს, სხვათა შორის საქართველოსთან მიმართებით, ზუსტად რუსული ნარატივი ერთმანეთისგან გამიჯნონ ხალხი და მისი ხელისუფლება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად აბსურდული მსჯელობა არის, რომელშიც სურთ ხოლმე ჩვენი შეყვანა, დემოკრატიის ელემენტარული გაგება არის, რომელიც არის ხალხის მიერ, ხალხის სახელით და ხალხისთვის მართვა და ასე მართავს ზუსტად ქართული ოცნება. და ჩვენმა პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ გუშინ ასეთი გამოწვევაც გაუგზავნა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ეს არის ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. და მის პირველივე გვერდზე არის შემდეგი წინადადება. საარჩევნო პროგრამა ეფუძნება ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ამბიციას შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველოს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ქართული ოცნება იყო ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2020 წლის არჩევნებზე თავის მთავარ ამბიციად განაცხადა, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. არც ერთ სხვა პარტიას და მოუწოდეთ სხვა პარტიებს გაასაჯერონ კვლავ კიდევ ერთხელ საკუთარი საარჩევნო პროგრამები და გვაჩვენონ რა იყო მათი ამბიცია. არც ერთს არ ქონდა ეს ერთადერთი იყო ქართული ოცნება 2024 წელს ჩვენი გეგმა იყო განაცხადის გაკეთება. ჩვენ ახლა გვაქვს 2023 წელი, გავიდა 3 წელი და ჩვენ უკვე ერთი ნაბიჯი გვაცილებს არა თუ განაცხადს, არამედ კანდიდატობის სტატუსს. სწორედ ეს არის ქართული ხალხის ხმა. ქართულმა ხალხმა 2020 წელს თავისი უმრავლესობით მისცა ხელისუფლების მანდატი ქართულ ოცნებას აი ამ დაკვეთით, რომ ჩვენ განაცხადი გავუკეთებინა ევროკავშირში წევრობაზე, ქართულმა ოცნებამ ეს დაპირება გადაჭარბებით შეასრულა, იმით რომ ჩვენ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ასე მოქმედებს დემოკრატია და რა თქმა უნდა, ასე გავალთ ჩვენ 2024 წლის არჩევნებზე ამ შესრულებული დაპირებით. თქვენს მოისმენდით, რომ ოპოზიციისთვის საკმარისი არ არის კანდიდატის სტატუსი, ისინი ახლა საყვედურობენ, რომ საქართველოს დაკარგა ერთი წელი თქვენი დამსახურებით, რადგანაც ტრიოს ყოფილი წევრები უკვე მოლაპარაკებას ხსნიან, ასე ვთქვათ, იწყებენ აი ამ ახალ პროცესს ევროკავშირთან და ჩვენ
ვართ ჩამორჩენილი ტრიოში და სტატუსის ამარად დავრჩით, ხო? როგორ აფასებთ ამ მოცემულობას ის რომ ერთ დროს ლიდერები ვიყავით და ახლა ერთი ნაბიჯით? ხო, ოპოზიცია იმასაც ამბობდა, რომ ქართული ოცნება ქვეყანას რუსეთში მიაქანებს და აი უცებ აღმოჩნდით ევროპაში. აი ხო და რანაირად ეშლებათ ეს ორიენტაციები ძალიან მიკვირს, ვეღარ არკვევენ საით არის დედამიწის სხვადასხვა მიმართულება. რისი თქმა მინდა რომ რაც შეეხება ამ წელიწად ნახევარს დაკარგულს თუ არა თუ ჩამორჩით. ჩვენ მართალია ტექნიკურად კანდიდატობა მოლაპარაკების გახსნა რაღაც ეტაპებზე, პროცედურულ ეტაპებზე ქონდეს საუბარი, მაგრამ შინაარსობრივად ჩვენ კვლავ წინ ვართ უკრაინაზეც და მოლდოვაზეც. თუ შევხედავთ ჩვენ სექტორულ დაახლოებას ევროკავშირთან, ჩვენ ვართ კვლავ ლიდერები, ახლაც კი ლიდერები ვართ მათთან შედარებით და ეს გარემოება სხვათა შორის ახალი არ არის. როდესაც ასოცირების შეთანხმებაზე დაიწყო მოლაპარაკება საქართველოსთან, უკრაინა 3 წელი უკვე ამ მოლაპარაკებას აწარმოებდა, მოლდოვაც. ვიზა ლიბერალიზაციაზე 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ჩვენთან მოლაპარაკებები, ვიდრე უკრაინასთან და მოლდოვასთან. იცით რა მოხდა შემდეგ? 2014 წელს ჩვენ უკრაინასთან ერთად მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ხელი. ანუ დავეციეთ კიდევაც ამ ხრივ უკრაინას, ხოლო 2017 წელს, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია იყო, 6 თვე ველოდებოდით უკრაინას, იმისთვის რომ საკუთარი რაღაც ვალდებულებები შეესრულებინა და შემდეგ ერთად მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია. მე იმის თქმა მინდა რომ თავარი ჩვენი ამოცანა არ უნდა შეგვეშალოს რა არის ჩვენი მიზნები. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში წევრობა. და ახლა უკვე ორიენტირზე გამოჩნდა მათ შორის კონკრეტული წელიც, რომელიც შამიშელმა დაასახელა 2030, ალბათ გარკვეული ალუზიები ჩდება 2030-დან და ქართულ ოცნებასთან კავშირში და ვფიქრობ, კარგად იშლება ამ ხრივ უკვე საერთო იდეა რაც შეიძლება კონდეს ქართულ სახელმწიფოს. მთავარი არის ეს მიზანი. ამ მიზნისთვის მთავარი არის ქვეყნის ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან. ამ ხრივ საქართველოს დღეს არის ლიდერი და დარჩება ამ ლიდერად. ეს რაც შეეხება სტატუსს, ჩვენ ვნახეთ რომ წელიწად ნახევარი დაგვიანდა სტატუსის მოცემა კანდიდატობის. მაგრამ რა მოხდა ამასობაში? ამასობაში ეკონომიკურად ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით. წლის ბოლოს ჩვენი შიდა პროდუქტი თითო ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით $7,600 იქნება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები, კანდიდატი ქვეყნები ამ შემთხვევაში მოლდოვა და უკრაინა ჩამოგრჩებიან, ინსტიტუციური დაახლოება ჩვენი უფრო ღრმა და ახლო არის ევროკავშირთან, ვიდრე სხვა ქვეყნების არის, ამიტომ ჩვენ გვაქვს შინაარსში პროგრესი. ამიტომ როცა იქნება მოლაპარაკების გახსნა, ჩვენ განცხადებით საგარეო პოლიტიკის თანხმედრის მაჩვენებელია რადიკალურად შემცირებული. თქვენ კი საუბრობთ რომ რაღაც მონაცემებზე, რომლითაც წინ ვართ ჩვენ, მაგრამ ისინი ამბობენ რომ მაგალითად საგარეო პოლიტიკის თანხმედრის მაჩვენებელი 60-დან 40%-მდე შემცირდა და ზოგადად ეს მოთხოვნა არის იმ ცხრა პირობაში, რომელიც ჩვენ ვნახეთ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკაში თანხმედრას, მოსახლეობას რო აუხსნათ, რაზე არის აქ საუბარის, ევროკავშირი იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს, ასევე იღებს გარკვეულ განცხადებებს, შესაძაც და ამასთან შეერთების შესაძლებლობა აქვს სხვა ქვეყნებს. საქართველოს ასე ვთქვათ, მიერთების მაჩვენებელი საშუალო წლების განმავლობაში იყო ხოლმე 50-55%-ის გარშემო. დღესდღეობით ჩვენი ასე ვთქვათ, შესაბამისობის მაჩვენებელი არის 48%. იყო პერიოდი, სადაც 40%-მდე იყო, თუმცა ახლა 48% არის. ახლა უნდა შევხედოთ რა არის დარჩენილი 50 ან ცოტა მეტი პროცენტი, რომელსაც საქართველოს თქვათ არ უერთდება. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ეს ახალი თემა არის და ამიტომაც დაიწია შეერთება. ჩვენ ვთქვით რომ არ უერთდებით ამ სანქციებს და მე მგონი ამაზე სრული კონსენსუსი არის, როცა ქართულ ხალხს ვსაუბრობთ, ზუსტადაც ქართული ხალხში კონსენსუსი რომ სანქციებს ჩვენ არ ვაწესებთ რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. დღეს ჩვენი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $7,600 კი არა, იქნებოდა ამისი ნახევარი. დღეს ჩვენ შესაძლოა ქონოდა კონფლიქტი ცხელი საქართველოში და არა ის სიტუაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ხრივ მოწოდებები ის რომ ასეთი ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც სხვათა შორის ევროკავშირის მხრიდან არ მოდის. მაგრამ დღეს ვნახე მე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომელიც საუბრობდა რომ ჩვენ გვესმის რომ ოკუპაცია რთულია, აი ახლახან მოკლეს თქვენი მოქალაქე, ეს ყველაფერი გვესმის, მაგრამ რა სიზავ ევროკავშირთან დაახლოება, გულისხმობს მის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას და ეს უნდა მიიღოთ ხედველობაში და უნდა დავუახლოვოთ.
ჩვენ ასე არ ვჭირდებთ და ჩვენ ეს უპასუხისმგებლად არ ვუდგებით ჩვენ ქვეყანას. შეიძლება ევროკავშირის, ევროპარლამენტის რომელიმე წევრს ასე ვთქვათ, ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონდეს სხვა ერების მიმართ, მაგრამ ეს ჩვენი ერია, ეს ჩვენი ხალხია და ჩვენ ხალხს არ გავწიროთ არანაირად ასეთი ასე ვთქვათ შესაძლო დაპირისპირების თუ კონფლიქტისთვის. ამიტომ და მათ შორის ნახე რამდენიმე NGO როგორ აიტაცა ეს თემა, რომ რა თქმა უნდა შეუერთდეთ ამ სანქციებს და უკვე მე რამდენჯერ შემოაბრუნეს ეს თემა სანქციების, რომელზეც პასუხი არის ცალსახა. საქართველოს არ აწესებს ამ სანქციებს და ამაში ჩვენ ვართ აბსოლუტურად თანხვედრაში ევროკავშირთანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, ყველა ჩვენ დასავლელ პარტნიორთან. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის თანხვედრას, იმ ფარგლებში, რომელ ფარგლებში ჩვენ ქონდა ეს თანხვედრა დაახლოებით 50%-ის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამ ფარგლებში ჩვენ ვიქნებით და ეს უკვე შევასრულეთ კიდევაც, ეს ცოტა დაგვიანებული მოწოდებაა ამ მხრივ ხა ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ეყრდნობა მონაცემებს, როდესაც ჩვენ დაახლოებით 30%-იან თანხვედრა ქონდა, ჩვენ 50%-ს უკვე მიუახლოვდით. ამიტომ ევროპარლამენტარების ერთმა ჯგუფმა გუშინაც შეგვახსენა თავი, ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანებს მათი პოზიციიდან გამომდინარე, მათი განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი ულოცავენ ხალხს სტატუსის მიღებას, მაგრამ ამასთან არ ერიდებიან ხელისუფლების კრიტიკას და ამბობენ, რომ ეს თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. ზოგადად ამ ჯგუფის გავლენაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ ახლა, რამდენად ძლიერია, რამდენად აქვთ გადამწყვეტი ხმა და რაზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა. ხედავთ რომ ეს არის ერთი ჯგუფი, ხო უკვე სახელი, გვარი, სახე და რა სიტყვიან უკვე წინასწარ ზეპირად ვიცით. ორი რამე უნდა ითქვას ერთი. ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა გქონდა საუბარი ევროკავშირში, სხვადასხვა ინსტიტუციებში და ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვავდით იმ თავდასხმაზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი აქვს ხოლმე ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან. პირველი, ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ ცალკეული ევროპარლამენტარი არათუ ევროკავშირს არ წარმოადგენს, ევროპარლამენტსაც არ წარმოადგენს. ერთადერთი, ვისაც ისინი წარმოადგენენ, ეს არის საკუთარი თავი, წერტილი. მეორე, ეს ევროპარლამენტარები არიან არჩეული კონკრეტული წევრი ქვეყნებისგან. ჩვენ რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნებთანაც ქონდა ამაზე საუბარი, რომ მათი ხანდახან ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტში თავს ესხმიან, დეზინფორმაციას ავრცელებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენ მივიღეთ ცხადი პასუხი. ეს ადამიანები არ წარმოადგენენ კონკრეტულ ქვეყანას, ეს ადამიანები წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარ თავს, წერტილი. ამიტომ რა თქმა უნდა, მე მგონი ქართველმა ხალხმა უკვე კარგად გაიგო რა არის მათი კონტაქტები, რა არის მათი მიზნები, ვინ არიან მათი მეგობრები. ყველა დარწმუნდა რომ მათი მეგობარი არ არის ქართველი ხალხი, მათი მეგობარი არის მიხეილ სააკაშვილი და ეს არის რაც მათ ამოძრავებს. ამიტომ ზედმეტ ყურადღებას მე პირადად არ დავუთმოდი ამ განცხადებებს, ერთ-ერთი აღნიშნავდი, რომ აქაც მეორდება მე მგონი შარშანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც დეპოლარიზაციის რეკომენდაციას რამდენიმე NGO მოაყოლა პოლარიზაციის აქცია და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა, ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ დეზინფორმაციის მოწოდებას და დეზინფორმაციას და ბრძოლის მოწოდებას მოჰყვა დეზინფორმაცია და თავდასხმა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან. ჩვენ უნდა ვისაუბროთ კირბალში მომხდარ უმძიმეს შემთხვევაზე, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე. პირველ რიგში მთავარი კითხვა ასეთია, რას აკეთებს ახლა ხელისუფლება იმისთვის, რომ სამართლიანობა აღსრულდეს, რომ დაისაჯონ გინტურის მკვლელები, რა მოლოდინი გაქვთ პირადად თქვენ და ჩართული არიან თუ არა საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში, რომ მოხდეს მკვლელების დასჯა? თავისთავად თქვენ ნახეთ თუ რამდენად სწრაფი, ადეკვატური და გარკვეულწილად ეფექტიანიც იყო ხელისუფლების რეაგირება იმ მხრივ, რომ ჩვენ დაკავებული მოქალაქე დავიბრუნეთ და ეს დაუბრუნდა ოჯახს და ამ მხრივ თავარი საზრუნავი ხა რა თქმა უნდა ეს იყო რომ ჯანმრთელად და დაბრუნებულიყო ჩვენი მოქალაქე სახლში. მკვლელობას რაც შეეხება იმავე ღამეს შედგა შეხვედრა მათ შორის მონიტორინგის მისიის მონაწილეობით და მთავარი მოთხოვნა რა თქმა უნდა ჩვენი არის რომ დაისაჯონ მკვლელები და ამას რა თქმა უნდა ყველა ფორმატში ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ და ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის რომ ეს მოხდეს. ჩვენი ინსტრუმენტი რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა არის საერთაშორისო ზეწოლა და ასევე რა თქმა უნდა მოთხოვნები იმ ფორმატებში რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ზოგადად და დღეს ვიმყოფებოდი კირბალში და მართლაც
ტრაგედია ის ადამიანური ტრაგედია, როდესაც ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის ქვეყნის ტრაგედია, რაც ჩვენ ოკუპაციის სახით გვაქვს. მართლაც ხელის გაწვდენაზე არის ის სალოცავი და წარმომიდგენია მე იქ ცხოვრები ხალხისთვის რას ნიშნავს ეს, როდესაც შენი ისტორიული ეკლესია, სადაც შენი წინაპრები დადიოდნენ. ასე ხელის გაწვდენაზე არის პირდაპირ და არ შეგიძლია მიუახლოვდე მას, იმიტომ რომ საოკუპაციო რეჟიმს აქვს გადახერგილი შენთვის იქ მისასვლელი გზა. ეს არის უდიდესი სულიერი ტრაგედია ჩვენთვისაც და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მალე დასრულდეს ოკუპაცია და ჩვენი ევროპული გზა სწორედ ამისკენ მიმავალი გზა არის და ამავე დროს ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, რომ განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზს მიღმა გასწრილ ცხოვრება მოსახლეობა იყოს განსაკუთრებულად ფრთხილი ამ დროს, ვინაიდან ხედავთ ჩვენ როგორანაირად იქცევა საოკუპაციო რეჟიმი და მე ერთის მხრივ მათ სიფრთხილისკენ მოუწოდო და მეორეს მხრივ მინდა ასევე განსაკუთრებულად ჩემი რა გითხრათ აღშფოთება გამოვხატო, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ჯგუფი გულში ჯიღის ცემით თითქოს რაღაც პატრიოტულ სლოგანებს და ლოზუნგებს ისვრის და ვერც კი ფიქრობს საერთო ჯამში რამხელა ხიფათში აგდებს ის მათ შორის საოკუპაციო ხაზს გასწრულ ცხოვრებ მოსახლეობას. ამიტომ მე მინდა და ჩვენ გვახსოვს ხომ ლომისასთან დაკავშირებით მათ შორის ლეთასთან მდებარე ლომისა მაშინაც გააქტიურდა ეს თემა კირბალთან დაკავშირებით და მინდა რომ კიდევ ერთხელ ყველა სიფრთხილისკენ მოუწოდო ოკუპაცია ეს არის მძიმე ტვირთი რომელიც ჩვენს სახელმწიფოზე არის და მნიშვნელოვანი არის რომ ეს ოკუპაცია ისე დასრულდეს რომ ჩვენ არ გქონდეს დამატებითი მსხვერპლი ჩვენს მოსახლეობაში, ამიტომ ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ სწორედ ამისთვის არის საჭირო ბრძნული სიარული იმისთვის რომ ოკუპაცია დავასრულოთ დამატებითი მსხვერპლის გარეშე. იცით, უხერხულიც კი არის ამ ტრაგიკულ დღეებში ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ალბათ მაინც უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია არ მოერიდა ამ თემით სპეკულირებასაც და არაერთი განცხადება მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ პრაქტიკულად შეტევა იყო მშვიდობის იდეაზე, რომ აი ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მშვიდობა და ახლა რომ ისინი ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ასეთი რამ არ მოხდებოდა, რომ ისინი ღირსეულად დაიცავდნენ საქართველოს მოქალაქეებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ განცხადებებს? მათ არათუ დაიცვეს. რაც გააკეთეს მათ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ 2008 წლის ომის დროს ყველამ კარგად დავინახეთ და ყველამ კარგად ვიცით და ყველას კარგად გვახსოვს. ამას რა თქმა უნდა ქართველი ხალხი ნაციონალურ მოძრაობას არ დაუვიწყებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის იმ ქმედებებს იმ დღეებში რომელიც მათ ჰქონდათ. და არათუ არ დაიცვეს და ვერ დაიცვეს. მათ საბოლოო ჯამში აი ეს მემკვიდრეობა პოლიტიკურად დაგვიტოვეს ჩვენ. და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და სწორედ ესეთი ფაქტები ჩვენ გვაჩვენებს თუ რამდენად მყიფე არის მშვიდობა და ზუსტად ესეთი ფაქტები გვაჩვენებს ჩვენ თუ რამდენად წინდახედულად გააზრებულად ასჯერ ნაფიქრალად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები იმისთვის რომ ოკუპაცია დავასრულოთ მსხვერპლის გარეშე. ეს არის ჩვენი ამოცანა. აქეთკენ მივდივართ ჩვენ და როცა ჩვენ ვშაუბრობთ იმაზე რომ მნიშვნელოვანი არის მშვიდობისთვის ყველაფრის გაკეთება, სწორედ ამას გულისხმობს. და ზუსტად ეხლა ნახეთ აი ამ მკვლელობის დროს ნახეთ თუ რამდენად იოლად შეუძლია ოკუპაციის რეჟიმს, რამდენად იოლად შეუძლია ესკალაცია მდგომარეობის და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ გაუფრთხილდეთ მშვიდობას, ვინაიდან ის არის მყიფე განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ოკუპირებული ორი ტერიტორია გვაქვს. ჩვენ ერთ თემაზეც უნდა მოვასწროთ საუბარი, ვიცით რომ პრემიერი არის საფრანგეთში, შეხვდა ემანუელ მაკრონს და აღმოაჩინეთ რომ იქ იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც, რომელსაც არაუღია ნებართვა მთავრობისგან, რომ ამ ვიზიტში წასულიყო. რა იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა? ფაქტია რომ მას კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინდა, სასამართლომ ასე გადაწყვიტა, მაგრამ პრეზიდენტმა ეს აღარ გაითვალისწინა. რა გითხრათ, როგორც ჩანს სამწუხაროდ მან კიდევ ერთხელ არ გაიზიარა ჩემი რჩევა მათ შორის, რომ არ გახსნას ეს პანდორას ყუთი კონსტიტუციის დარღვევისა, თუმცა მეორეს მხრივ მე მგონი ქართულმა ხალხმა თავისი სიტყვა უკვე თქვა 18 ოქტომბერს, როდესაც იყო იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში, ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი დარჩა თანამდებობაზე, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა.
18 ოქტომბრიდან მოყოლებული ის თანამდებობაზე არის ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გამო. ამიტომ მე მგონი ეს არის პასუხი საერთო ჯამში იმაზე თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას ცივი გონებით უნდა მოვეპყროთ. ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი და სხვათა შორის რაც არ უნდა იყოს ასე გამოდგა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველი არის ასეთ თანამდებობაზე, რომელიც ასე ღიად, ასე უხეშად, ასე არაფრად ჩაგდებით ეპყრობა ქართულ კონსტიტუციას. ფაქტობრივად ჩანს, რომ მას არანაირი ემოციური ბმა ჩვენს კონსტიტუციასთან არ აქვს. მას არანაირი ემოციური ბმა ქართულ ხალხთან არ აქვს, იმიტომ რომ ასე შეუძლია აბსოლუტურად ხელის აკვრით გვერდზე გადააგდოს კონსტიტუცია და იმოქმედოს ისე როგორც მისი სურვილები მას კარნახობს. თუმცა თავად თქვა რომ ეს დეპოლარიზაციის დასაწყისი იქნებაო. არ ვიცი ხარ რა დეპოლარიზაციის რა გითხრათ იქიდან გამომდინარე რომ სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ 18 ოქტომბრიდან არის ნაციონალური მოძრაობის მიერ თანამდებობაზე დატოვებული ადამიანი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის არის ნაწილი უკვე იმ პოლუსისა, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობის პოლუსი. და ამ პოლუსში არის მოქცეული ასე რომ გამომდინარე აქედან ფიქრობ მან ერთი გადაწყვეტილება და ვერდიქტი მას გამოუტანა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც თქვა რომ ამ კონსტიტუცია დაარღვია, მეორე ვერდიქტი მას გამოუტანა საპარლამენტო უმრავლესობამ, ქართული ხალხის უმრავლესობის სახელით, როდესაც მას ქართული ხალხის უმრავლესობის მანდატზე უარი უთხრა და ვფიქრობ მესამე ვერდიქტს ის საკუთარ თავს თავად გამოუტანა მან იმით, რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის პოლუსის ნაწილი. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავველოდოთ 15 დეკემბერს, როდესაც ეს შედეგი ოფიციალურად გაფორმდება და მაშინ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს